წარმატების კულტი მუშაობს როგორც გიგანტური დანადგარი, რომელსაც ჩვენი ცხოვრება მიყავს სრულიად კონკრეტული სტანდარტებისკენ, ხშირად ჩვენივე ნების საწინააღმდეგოდ ან ჩვენთვისვე გაუცნობიერებლად. ეს კაცობრიობის ისტორიაში ახალი მოვლენა არ არის, თუმცა თანამედროვეობამ ძალიან გაამძაფრა. დღესდღეობით წარმატების კულტი ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხია, რომელიც სხვისი წარმატების სცენარს გვახვევს თავს და გვასაღებს მათ საკუთარი წარმატების სცენარად. როგორ ხდება ეს და რის ფასად? წარმატების კულტი და საზოგადოება წარმატებას ზომავს მხოლოდ გარეგნული მაჩვენებლებით, სტატუსი, გავლენა, ფული და ასე შემდეგ. ეს ქმნის ილუზიას, რომ არსებობს ერთი უნივერსალური ბედნიერების ფორმულა, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად გააბედნიერებს. ამის შედეგად ყველა ჩვენგანი იღწვის ამ ბედნიერების ფორმულის მოსახელთებლად. ვირჩევთ პრესტიჟულ პროფესიას, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არც გვაინტერესებს. ვიწყებთ მუშაობას ასევე პრესტიჟულ ორგანიზაციებში, სადაც ჩვენთვის შეიძლება ადამიანებით საოცრად დამთრგუნველები და მიუღებლები არიან და გრაფიკი საერთოდ მკვლელი, მაგრამ ჩვენ მაინც იქ ვმუშაობთ. ვიძენთ ბრენდებს, რითაც ჩვენ სტატუსს მუდმივად ვადასტურებთ და ვუსვამთ ხაზს. სოციალურ სივრცეში ვქმნით ჩვენს იდეალურ სურათს და რეალობას და ასე შემდეგ. ამ დროს სინამდვილეში ხდება შინაგანი გაუცხოება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ გულისიღრმეში გვგზნობთ, რომ რაღაც გვაწუხებს. ვერც გვგზნობთ და რა არის ეს, არც გვცალია იმისათვის, რომ კარგად გავაცნობიეროთ რაშია საქმე, უბრალოდ მივყვებით წარმატების კულტის დინებას. მთელი ჩვენი ენერგია მიდის გარეგნული ფასადის შენარჩუნებაზე. ჩვენ ასევე წარმატებას და ბედნიერებას შორის ვსვამთ ტოლობის ნიშანს, რაც ჩემი აზრით ფუნდამენტური შეცდომაა. ბევრი შეიძლება შემეკამათოს, რომ რას ქვია აღიარება, ეს ადამიანის ძალიან ბუნებრივი მოთხოვნილებაა, როცა იგი ვითარდება და წინ მიდის. მასლოუს პირამიდას მაინც შეხედე, როცა ადამიანს შინაგანი აღიარებაც სჭირდება, საკუთარი თავის პატივისცემა ანუ და გარეგანიც, როცა სხვები აღიარებენ და აფასებენ მას. კი ბატონო, მე ამაზე არ განვიხილავ სადაოდ, უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, რომ წარმატების კულტი ჩვენ გვეუბნება მსგავს სცენარს, გვთავაზობს, რომ შენ იქნები ბედნიერი მას შემდეგ, როცა მიაღწევ აი ამას და ამას, კონკრეტულ მიზანს. მანამდე გზაში შენ თითქოს ბედნიერების უფლება არ გაქვს. შენ არ ხარ, შენ არავინ არ ხარ, თუ არ მიაღწევ კონკრეტულ სცენარს. ამაშია პრობლემა, ჩემი აღქმით რასაკვირველია, არა და სწორი სცენარი არის ერთადერთი, რომ ბედნიერება არის პროცესში და ის არ არის რაღაცნაირად საბოლოო გაჩერება. როცა ჩვენ სხვისი სცენარით ვცხოვრობთ, ამ დროს მიზნები თითქმის მუდმივად გარედანაა ნაკარნახევი. გულისიღრმეში შეიძლება ჩვენთვის წარმატება და ბედნიერება იყოს კულინარია ან მებაღეობა, პატარა სახელოსნოში მუშაობა, მაგრამ წარმატების კულტი მუდმივად ჩაგვძახის, რომ ეს საკმარისი არაა, მეტი შეგიძლია და ეს მეტი უმეტეს შემთხვევაში უდრის მეტ სტრესს და საკუთარ თავთან კავშირის თანდათანობით საერთოდ დაკარგვას. წარმატების კულტის განსაკუთრებით მძიმე გავლენა არის ასევე მუდმივი შედარება სხვებთან საკუთარი თავისა. რადგან როგორც წესი ჩვენ ვხედავთ სხვების უკვე საბოლოო შედეგებს, საბოლოო სურათებს. მაგალითად, თქვენ როდესაც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს, თქვენ ხედავთ იმ საუკეთესო ვერსიას, რომელიც მე ამოვარჩიე მანამდე გადაღებული 20 ვერსიიდან და ვერ ხედავთ იმ გზას, რომელიც აქამდე გავიარე. დავიღალე, აქ ახლა საკმაოდ ნესტიან ბალახებს ვივარ და ასე შემდეგ. ასევე, როდესაც ვიღებ დილას თენდება და ტელეფონს და ხედავ ვიღაცის დილის რუტინას, რომელმაც ფრჩხილებისთვის ნუშის რძის აბაზანა გაიკეთა ან ოქროსფერი ლოკოკინის კომპრესი დაიდო თვალების ქვეშ. კი ბატონო, რაციონალური ნაწილი მეუბნება, რომ კარგი რა ნუშის რძე, ჩემი დილის რუტინა არის, ერთი იმდენი კბილები გავიხეხო და შევიშხაპუნო პირზე წყალი, მაგრამ სადღაც ჩემი ქვეცნობიერი მეუბნება, რა გაგიხდა 1-2 ლოკოკინა ოქროსფერი თუ არა ყავისფერი მაინც შეკაი ადამიანო, რა გაგიხდა? ეს სადღაც მაინც ახდენს ადამიანის თავდაჯერებაზე არც თუ ისე სასურველ გავლენას. როგორ დავიბრუნოთ საკუთარი მიზნები? პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ძალიან გულწრფელი თვითრეფლექსია, როცა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ. აი ახლა ამას, რასაც ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ, რომ მე მინდა ამის კეთება, თუ იმიტომ ვაკეთებ, რომ სხვებს მოვეწონო და მივიღო აღიარება და აპლოდისმენტები გარედან. დიახ, ნამდვილი წარმატება არის, როდესაც ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და გარეგნული მოქმედებები არის ჰარმონიულ თანხმედრაში.
ნამდვილი წარმატება არის ის, როდესაც საზოგადოების წარმატების კულტი ვერ ახდენს გავლენას იმაზე, რომ მითხრას, თუ ჩემი წარმატება არის მაგალითად ქსოვა, მითხრას, რომ შენ შეუმდგარი ხარ, რადგან ქსოვა რა წარმატებაა, ან ცხობა რა წარმატებაა, ან თუ საზოგადოების კულტი ამაზე გავლენას ვერ ახდენს და მე ვაგრძელებ ჩემი გზით სიარულს, ეს არის ნამდვილი წარმატება და შესაბამისად ნამდვილი ბედნიერებაც. დაფიქრდი, შენთვის შენი პირადი წარმატების განსაზღვრება და საზოგადოების მიერ შემოთავაზებული სცენარი განსხვავდება ხოლმე თუ ემთხვევა ერთმანეთს. გამიზიარე შენი აზრი აუცილებლად კომენტარებში, რომ მე მივხვდე, რამდენად საჭირო და აქტუალურია შენთვის მსგავსი თემები. დროებით შემდეგ ვიდეომდე.